აი ხო არის ხოლმე რომ რაღაცა აი უსიამოვნო სიჩუმეროს უფევს ზოგჯერ ქალაქში. აი ზუსტად მოხდა 9 აპრილამდე ეს 99-98 წელი, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ფიქრი ამ დამოუკიდებლობაზე და გაჩნდა საშუალება რომ გაჩნდა რაღაცა კონტურები რომ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ხართ და უცებ მოხდა ისე რომ თავისუფლ გამოვაცხადეთ ეგ დამოუკიდებლობა რაღაც და საქმე ის არის რომ ამ აფხაზებმა და დანარჩენებმა ყველამ ჩათვალეს რომ ეს ჩვენი დამოუკიდებლობა მაგათ რაღაცას ემუქრებოდა და ამიტომ გადგნენ სხვაგან ჩვენც ალბათ ჩვენს პოლიტიკოსებს ქართველებს არ გვეყო რაღაც ჭკუა რომ სხვანაირად დაგველაგებინა მათთან ურთიერთობა გონივრულად დიახ და ყველანაირ პროვოკაციაზე წამოვეგეთ ის იგივე ჯარი შეყვანა და რაღაცები იყო ჩემი აზრით დანაშაული რა და როდესაც სადღაც იარაღის ჟღარონი ისმის ყველას რაღაცა შიშის განცდა აქვს ხო და ქალაქში იყო ჩვეულებრივი გარემო მაგრამ დაძაბული რაღაცები რა თქმა უნდა იმჩნეოდა ეხლა როდესაც ცალკე უნივერსიტეტი ხარ ერთად ლექციაზე იჯექი და ეხლა ცალკე ხარ ერთად მღეროდი და ეხლა ცალკე რეპეტიცია გაქვს თეატრი ქონდა ცალკე რეპეტიციობდა რაღაც ამასაც ის უხილავი ხელი აკეთებდა ხო რომელიც არც ქართულს ეკითხებოდა და არც აფხაზს ამის თქმა მინდა ის აკეთებდა ის უხილავი ხელი და როცა უნდოდა მაშინ ჩაარტყამდა იმ ქართულსაც და არტყამს დღეს აფხაზსაც ეს რაღაცები დაგვავიწყა ჩვენ ამ საბჭოთა იმ უხილავმა იმ ხელმა რომელსაც უნდოდა რომ ჩვენ ერთმანეთის სისხლი დაგვეხვარა რა და უნდა დღემდე რომ ღვაროთ ეგ სისხლი ერთმანეთის არა მარტო ქართველებმა ქართველების და მე აფხაზებმა ოსებმა ჩვენ და არაფერი არ გვაქვს გასაყოფი რაღაც დონეზე რა თქმა უნდა ეგ იყო ეს დაძაბულობა მაგრამ მოლოდინი ომის ნამდვილად მე არ მქონდა პირადად ეხლა მე კიდევ ერთხელ ამ სტუდენტი ვიყავი ყველაფრის თანამონაწილე მეც ვიჯექი იმ თეატრის წინ იმ გაფიცვა რაღაცებზე მაგრამ ეგ ჩემი პროტესტი არ იყო აფხაზების მიმართული გამიგეთ ზუსტად ვიცოდი რომ ამას იმპერიული რაღაცები აკეთებ ომის დროსაც როდესაც იმ იარაღით ხელში ვიდექ ჩემთვის წარმოუდგენელი ამბავი იყო ეს ავტომატი და იარაღი და რაღაც, იმიტომ რომ აი ეს აბსოლუტურად სხვა ფასეულობებზე ვიზრდებოდი. ჯარშიც სამყოფი არ ვიყავი. ჩვენ გლოვობთ 27 სექტემბერს ოხუმის დაცემა ათასობით ჩვენი ბიჭები, ძმები რაღაც, ისინი გლოვობენ იმ თავიანთ რამდენიმე ათას დაღუპულს. ჩვენ ვიძახით რომ ძმები ვართ, იმათ ამ ძმობის არ ესვით და ესე გაურკვევლობაში ვართ და აი რამ უნდა გაგვაერთიანოს. რა არის რამაც უნდა რითაც უნდა გავერთიანდეთ. არის განათლება, ხო?